რომ მივდიოდით იბომბებოდა, გზაზე გვხვდებოდა დაშლილი ტანკები, ჯარისკაცები, დაცლილი სოფლები. და უკვე რო თვითმფრინავს დავინახავდით, აი სადღაც ბუჩქებს გააჩერე მეთქი რომ მანქანა არ შენიშნონ და ბომბი არაფერი არ გვესწრონონ. ყველაფერი ისე მახსოვს, როგორც აი გუშინდელი დღე თითქმის ძალიან ნერვიულობა. აი ამ ყველაფერი რო ერთი შებერვით რომ ჩაიწვა და ჩაიფერფლა ყველაფერი. სოფელ დისევიდან დევნილი მზია ოქროპირიძე 16 წელია ოჯახთან ერთად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახელმწიფოს მიერ აშენებულ კოტეჯებში აქ თამარაშენიდან, აჩაბეთიდან და დისევიდან დევნილი 900-მდე იძულებით გადაადგილებული პირი შეასახლეს. თითქმის 16 წელი გავიდა რაც აქ ვცხოვრობთ იმ მოლოდინით რომ დღეს ხვალ დაბრუნდებით. ძალიან დიდი გაჭირება გამოვიარეთ რომ შეგვასახლეს მაგიდა არა ქონდა სკამი არა ქონდა თეფში არა ქონდა და ესე ბოდიში და იატაკზე ვისხედით და ბავშვებს ეგრე ვაჭმევდით საჭმელს. დისევიდან 8 აგვისტოს წამოვიდნენ იმ დროს როცა სოფლები აქტიურად იბომბებოდა. მშობლიური სახლის დატოვებას დევნილი ქალი ასე იხსენებს. 8 აგვისტოს გორჩი რომ ჩამოვედით ახლობლის ბინაში მაშინ დაიბომბა გორი ასე რომ ვეღარ შევტრიალდით და ჩავსხი ბავშვები მანქანაში და გავერიდეთ გორს. ჩავედით კასპში ახლობელთან იქაც და 10 აგვისტოს კასპიც დაიბომბა. ის დასახლება სადაც ვიყავით კორპუსებში. იქიდან წავედით თბილისში. თბილისიდან მერიამ გაგვანაწილა, მერე ვიყავით წყნეთში. წყნეთიდან ოქროყანაში და ოქროყანიდან დაგვანაწილეს აესე დასახლებებში. ტრაგიკულად დაიღუპა მზიას დედამთილი, რომელიც მეუღლესთან ერთად ოკუპირებულ სოფელში დარჩა. მისი გარდაცვალების ზუსტი დეტალები ოჯახისთვის დღემდე ცნობილი არ არის. ჩემმა მამთილს სემეს გონება დაკარგული იყო და ჩემი დედამთილი რომ მიტრიალდა, სახლს უკვე ცეცხლი ეკიდა და მას ეგონა რომ შიგ მოამწყდი ეს და კიბეზე რო ადიოდა ეძახდა სახელს რომ გამოსულიყო და ჩემი მამამთილი რო გონებაზე მოვიდა და უყურებდა სახლი როგორ იწოდა და შეეშინდა რომ შემოbrunებულიყო და მისულიყო წინ რომ არ დაენახათ კიდე არ ეცემათ. მანამ არ ჩაიწვეს ბინა, მანამ არ ჩაიფერფლა, მე რომ შემოუარა და ბახჩა ქონდა წინაც კიბეები ჩამოსასვლელი და სეტკა იყო ბახჩის სეტკა და იქ ცუცკული იჯდა და გვერდით კრუშკით წყალი ედგა. მე ვფიქრობ რომ ცუდად გახდა და ეს ნამწვი დაეყარა თუ ცეცხლი წაეკიდა ნახევრად დამწვარი იყო ეგრე დაღუპული. ჩუმად მეზობლების მალ აი სამი კაცი მიეხმარა ჩუმად და ეგრე ბახჩაში აი ამ წუთას დამარხული. წითელი ჯვარი გვეხმარებოდა უკვე რავი რამდენი წელია ყველაფერი დნმ სულ ყველაფერი ჩატარებულია სულ ყველაფერი დღეს ხვალ და დღემდე არაფერი გადმოსვენება არაფერი. ტრაგედიამ უმძიმესი კვალი დატოვა. მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემებს მზია სწორედ 2008 წლის მოვლენებს უკავშირებს. ეხლა გამოაჩნდა თავის ტკივილები საშინელი სადღა აღარ ეხლა გორშიც სულ ყველა ექიმი მოვიარეთ, სულ ნერვოპათოლოგები სულ და თბილისში დამყავს. ამ წუთას მკურნალობას გადის დავდივართ თბილისში, მაგრამ ძალიან ძვირი გვიჭირება ყველაფერი. ის ნერვიულობა ეხლა ქონება, ცხოვრება ყველაფერი დაიკარგა, მაგრამ აი ეს დედის ნერვიულობამ ძალიან იმოქმედა დედაზე, რაც ნერვიულობა გამოიარა ჩემმა მეუღლემ. სულების გარდა არაფერი არ გამოგვიტანია იქიდან. სულები გადავიჩინეთ მარტო. წეროვანის დევნილთა დასახლება მცხეთაში 2008 წელს გაშენდა. სახელმწიფომ ამ ადგილას 2000-ზე მეტი კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლი ომის დასრულების შემდეგ ააგო. წეროვანის დასახლებაში ახალგორიდან და დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი რამდენიმე 1000 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორისაა 82 წლის პედაგოგი ახალგორიდან ლეილა ოვაშვილი. ამაზე საშინელი დათრგუნვა არ არსებობს, როცა პროდუქტები მოაგდაგირიგებენ და რიგში დგეხარ, რომ მიიღო რაღაცა საკვები. აქ ჩამოსულებს ძალიან გაგვიჭირდა, ჯერ ერთი შეგუება, გარემო იყო ისეთი, რომ არ ვიცი,
ერთი ხეიდგა მუხა და სად ცხოვრობ რო ვეკითხებოთ მუხასთან ახლოს, მუხასთან მოშორებით და ეს მუხა იყო ჩვენი ათვლის წერტილი. ახალგორში თუ მოხდებოდა ამისთან არ ველოდით არანაირად. ისე სხვათა შორის მეზობელი ოსი ყავდა და ის შემოვიდა და გითხრა რომ ტანკებით მოდიან და გადითო. საშინელება არ მოხდესო აქო. ხა იქ სროლები იყო ამდენი უსიამოვნო ამბები და ჩვენც თავისთავად ცხადია შეგოშინდა. მანქანაში ჩავსხედით ზუსტად 8-ში თბილისიც ძალიან საშიში იყო იმ დროს ახალგორზე აღარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო ეს ნებისმიერი თვითმფრინავის გადაფრენა ჩვენი ბავშვებისთვის იყო საშინელება შიშის ქვეშ იყვნენ. გამოცდილმა პედაგოგმა, რომელიც ახალგორში მასწავლებლად 80-იანი წლებიდან მუშაობდა, იქ მუშაობა 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ 1 წლის განმავლობაში განაგრძო. ახალგორის სკოლაში ყოველდღიურად თბილისიდან დადიოდა, მანამ სანამ ეს შესაძლებელი იყო. საზღვარზე აღარ გაგატარებთ, არ გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ან თქვი თუ არის მოქალაქეობაზე და მიიღეთ აქაური საბუთი, ან დატოვეთ აქაურობა. თავისთავად ცხადია, ქონდა კონფლიქტი, დიდი დავა, მაგრამ რას გადავწყვეტი მე? იძულებული გავხდი, რომ წამოსულიყავი. თუნდაც ახალგაზრდები უნდა გამოეხიზნათ სხვა გზაში. არა დაცულები არ იყვნენ ეს ბავშვები არაფრისგან. ვინც დარჩა იქ, ოსებიც და ქართველებიც ერთად გარბოდნენ ტყეში. შიშისაგან, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა მოხდებოდა, ესეთი ტანკებით, ჯარი შესული. და იქ რომ დავდიოდი სკოლაში და აი ამდენ ჯარისკაცს უყურებდი, საშინელება იყო იარაღას ხმული პატრონტაჟით ავტომატ გადაკიდებული ქუჩაში დადიოდნენ სკოლაში გაკვეთილებზე შემოდიოდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად დევნილების ოჯახი 2009 წლის შემდეგ ახალგორში ვეღარ ჩადის. ყველაზე დიდი ტკივილი რაც არის ჩემი შვილი მყავს გარდაცვლილი და საფლავი მაქვს იქ შვილის, რომელსაც წლების მანძილზე ვიყავ. ძალიან გული მტკივა, როცა ჩვენ გვეუბნებიან ბოდიში მოუხადეთ ოსებს. საბოდიშო რა გვაქვს? რატომ მოუხადო ბოდიში? არც ერთ მშვიდობიან მოქალაქეს ომი არ დაუწყია. ხო? არც იმათ არ უსვიათ ჩვენთვის და არც ჩვენ არ გვისვრია იმათთვის. ცხოვრობდი და დღესაც დარწმუნებული ვარ ჩემ გვერდზე ოსი ცხოვრობს და ჩემ სახლს ალბათ უფრთხილდება. სახლკარს არ ვჩივი. აი სასაფლაოზე შესვლის უფლება მქონდეს. და არ მაქვს ამის უფლებაც. ნომერ პირველი სურთული ალბათ მაინც იყო ფსიქოლოგიური ამბავი, რომ ჩვენს მენტალურ დონეზე მიხვედრილი ყავი და ჩვენს ტვინს გაეცნობიერებინა, რომ ეს რეალობა რაც მოხდა და ახლა ხარ აქ და აქ უნდა იფიქრო რაღაცაზე. მე ეს პრობლემა 1 წელი დამჭირდა რომ გადამელახა ეს, იმიტომ რომ ყველა აზრი და ფიქრი რაც კი თავში მომდიოდა, ყველაფერი იყო ახალგორში. ახალგორიდან დევნილი ნანა ჩქარეული 17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და გვიყვება, როგორ შეცვალა წლებმა დევნილთა დასახლება. ქალაქთან ახლოა, დასახლება არის დიდი და რაღაცა პატარ-პატარა სერვისები და ბიზნესები მუშაობს და გარშემო არის ბევრი საწარმო და ქარხანა, სადაც ადამიანები მუშაობენ, მაგრამ მთავარი პრობლემა მართლაც მაინც არის ეს დასაქმება და ანაზღაურება. პირველი წლები იყო ძალიან ბევრი დახმარება და ეს დახმარება რა თქმა უნდა ნელ-ნელა შემცირდა და იყო ძალიან რთული. და სამწუხაროდ დღეს კიდევ გვყავს ადამიანები და ოჯახები, რომელთა მთავარი შემოსავლის წყარო არის სწორედ ეს 45 ლარი, რასაც სახელმწიფო ყოველთვიურად დევნილს აძლევს. ნანა ჩქარეულმა 2009 წელს წეროვანში მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც დასავლელი დონორი ორგანიზაციების დახმარებით დევნილთა დასახლებაში არაერთი ახალგაზრდული სამეწარმეო თუ საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. არ შეიძლება რომ დიდი მადლიერება არ გამოვხატო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობრების მიმართ, რომლებმაც დაგვაძლევინეს ჩვენის ტყივილი, რაც იძულების გადაადგილებას ახლდა თან. და რომ არა მათი ესეთი თანადგომა და მხარდაჭერა, უფრო რთული იქნებოდა დევნილთა დასახლების ყოფა და დევნილების ყოფა რომ არ ყოფილიყვნენ ისინი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაძლებლობები დღითიდღე უფრო მცირდება და ძალიან გული მწყდება, რომ თქვათ ჩემს იგივე ვიტყოდი შვილს მომავალში არ ექნება
ის ხელმისაწვდომობა განათლების შესაძლებლობებზე, რომელიც ვთქვათ ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქ მივეცით. ხშირად მიფიქრია მაგალითად იმაზე, რამდენად სწორი იყო, ვთქვათ, ის რომ დევნილები ესე ერთ ადგილას დაგვასახლეს. ის ფაქტი, რომ იცი, რომ შენს გარშემო ადამიანებს აქვთ იგივე მონატრება, იგივე გამოცდილება, იგივე ტკივილი, ეს ძალიან გეხმარება, რომ ის სირთულეები გადალახო. მაგრამ არ ვიცი ჩემი შვილისთვის რა იქნება, როდესაც ეხლა ის 3 წლის ხდება და ის როდესაც დასრულებული იქნება, რომ ის ამ დასახლებაში იცხოვროს, არ ვიცი მას რა ემოცია იქნება თუ დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში, თუმცა ვამბობ, რომ ეს ჩვენ ცხოვრების ცხოვრებაა. ეს ჩემი შვილის ცხოვრებაცაა. საერთოდ არ წარმომედგინე, როგორ შეიძლება და აქ მეცხოვრა. და მაშინ ჩვენ გქონდა არჩევანის შესაძლებლობა, ხო, ან $10,000, ან კოტეჯი, ხო? და მე ვამბობდი, რომ მოდი ფული ავიღოთ და მე მოვიფიქროთ რას ვიზავთ და დედაჩემ მას თქვა, რომ სადაც ჩემი ხალხი იქნება, იქ უნდა ვიყო. და ეს მის გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ წეროვანში მოვედით და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილების, იმიტომ რომ მგონია დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე ჩემ თავი ახლიდან ვიპოვე აქ. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში 296,000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. მათგან 2008 წლის ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 28,000-მდე ადამიანია.